მოდი აქ როქსი მოდი. დილამშვიდობის არხის გამომწერებო მოგესალმებით ისევ ნორიოდან ჩამოვედი როქსისთან ერთად სავარჯიშოდ და ახლა ეს სიტუაცია აი დაწყებულია უკვე მასიურად თიბოა რა წინა ჩამოსვლაზე როცა ვიყავი სამშაბათს უკვე ზედამხარესაც იყო თიბოა დაწყებული მაგრამ ნელ-ნელა მაქსიმალურად მოიმატება და ცოტა ხანში სადღაც სულ ერთ კვირაში ადრეში ბალახის ნასახი აღარ იქნება აქ რას უაიღებენ ამ ბალახს ასე რომ ნორიო თავის რესურსს წურავს რა უკვე სასიარულო სიტუაცია არ იქნება რა მოგვიწევს უკვე მე როგორც მაგამდე ვამოდი მაღლა აღამთიანში წალკისკენ წასვლა იქ არ ვიცი რა სიტუაციაა მაგრამ რავი კიდე სანამ არის საშუალება ეს 2-3 დღე იქნება თუ 4-5 გასვლა იქნება კიდე იქნებ მოვასწრო და გამოვიყვანო როქსი რო ვარჯიშო ახლა დაბა დღეს როგორ გაგვიმართლებს ოდნავი ნიავი არის ოდნავი ძალიან კაი გრილი დილა არის და ნახოთ აბა ეს რა შეძლებს როგორ შეძლებს გადავიღებ დავაფიქსირებ და ნახოთ აბა როგორი ბიჭია როქსი დაჯიქი დაჯიქი არა ცოტა ოჩ დაჯიქი როქსი ეს თავში ცოტა არა აქ რა გამძლეობა დიდხანს ვერ ჩერდება დამჯდარი მაგრამ ოკეი წამ ნახოთ აბა დღევანდელ უნიაობაში უქარობაში რა შეძლებს რა აქაც დაწყებულია გათიბვა ანუ მასიურად დაწყებულია თიბვები და ნელ-ნელა აქაურობა თავის რესურსს ამოწურავს რა აბა ნახოთ რა შეძლებს ფუ არა თავისებით ფუ ალბათ მოსახლეობას ვისრისი საშუალება აქვს დროის მიხედვით ყველა თავის ნაკვეთის თიბოს იწყებს ნელ-ნელა და აქ მალე გაითიბება ყველაფერი რაცა დავიდა იო ნელა ახთე ბაბა გაერკ არ არის გამორიცხული უკვე პარტყებიც იყვნენ და ეგ ცოტა გონებას აურევს მაგრამ არა წამ ფუ წამორხსი არა წამ თან ეს თიბები თუ დაიწყო და ფრინველი მასიურად შეწუხდა ეხლა დაიწყებს გადასვლა იმ ადგილებში სადაც მეტი ბალახია რა და ამიტომ ნახოთ აბა რა სიტუაცია იქნება მაგასაც ნახავთ როგორი მდგომარეობა მთლიანობაში რა იავი არა გვაქვს ამიტომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს როგორი ვილით რა მთავარია ნელა ვიაროთ ახლა არ მივაწვეთ როქსის და ნელა დაალაგებს იაროთ არა ფუ როქსი ავიზე ფუ დაიდენ რას დაიწყო გამოდებით მონდომებით ეძებს რა მოძრაობს მართალია ჯერ ვერაფერი შევიხედით მაგრამ სასწილებს თავის გადამოწმებებით ცოტა თავის ჩაყოფებით მაგრამ თავის ჩაყოფას უშლი ფაზე არ გადადის რა თავს ყოფს რამოდენიმეჯერ გადაამოწმა აგიკვირდებათ და დღეს ნიავი არ არის და ჩემს უკან არ გადის რა
ეს რატომღაც უნიავობაში უფრო სხვანაირად დარბის, ვიდრე ნიავში უნდა ირბინოს და ზიგზაგურად უნდა ირბინოს რა. იგი აბადარწმუნ. წინ. ფუ. დავიდე. ფუ. თავიზე. ფუ. ესეთი აქტიური ბიჭია რა უკვე. ცოტა ხმები ისმის რა. ალაგ-ალაგ. ნეო, ხოჭ, კარგი. ერთი ცალი დაგვიფრთხა. ვერ მოასწრნაბულის გაკეთება. რა უშვებს. ტემპი უჭირავს, მთელი ეს 15 წუთია არ ჩაუგდია რა ესე. ოჩაღად მოძრაობს, რა. ოჩაღ როქსთან. რაღაც ყველა 15 წუთში შეიძლება გაჩერდეს, გაგრილდეს და შეიძლება გაჩერება, რომ ცხელა ძალიან ანიავი არა გვაქვს და ცოტა შეჩერებები მოსულა, ოღონდ არა გაჩერება და დაწოლა და დავარდნა. შეიძლება გაჩერდეს, ამოვისუნთქოს, გაიგრილოს ორგანიზმი და მერე გააგრძელოს ისევ რა. სისველი არა აქვს და ძაღლები ხო აიძრილდებიან რა. მათოფლი არა აქვს. ენიდან და ორგანიზმიდან იღებენ ჰაერს და ამიტომ რაღაც მომენტში ჭირდება რომ შეჩერდეს, ცოტა გაგრილდეს და მერე გააგრძელოს სირბელი. ჯერ ეს 17 რამდენია, 16-17 წუთია არ გაჩერებულა რა. უკვე ლაღად ზნობს თავს მინდორში. კარგად ჩორს გადის უკვე. ისი არა როგორც კიდე პოინტერის საუკეთესო სტილი და მაჩვენებელია, მაგრამ უკვე ბევრად ამამია რა. შეიძლება მისთვის ეს უკვე ძალიან კაი მაჩვენებელია, რომ ამ ხელაზე გარბის რა. უკვე ბევრად მეტ მანძილებს ფარავს, მართალია პარალელები, ანუ პარალელებს შორის ძალიან დიდი მანძილია. ამის გამოსწორება შეიძლება რა. ცენტრი რაზეც იყო, რომ საერთოდ არ დარბოდა და არ ქონდა სურვილი. ეგ უკვე კაიხანია გადავლახეთ და უკვე მანძილებსაც მოვუმატა, ანუ ბევრად შორს გარბის რა. იქნება ამ დროს ბოთლით წყალს თუ ატარებთ, ახლა გაჩერდა 1-2-3 წუთი, გაგრილდა და ისე გააგრძელა. წყალი ვამქონდა კიდე ეთესი იქნებოდა რა. და წყალს დალევს, გაგრილდება და ისე გააგრძელა. დაღლით არ იღლებიან, ესე მალე ძაღლი არ უბრალოდ გაგრილება ჭირდება, მაგიტო ჭირდებიან ხოლმე. და ეგეც კი, აი როგორც კი გაგრილდა ისე ენერგიულად გააგრძელა მოძრაობა და მუშაობს ნორმალურად. არ ვიცი ახლა რამდენად ჩანს. ეკე ძალიან შორს გავიდა რა იმ ბუჩქების იქეთ. ნახეთ სად დარბის რა. ახლა მე არ მივდივარ სპეციალურად და რაღაც მომენტში უნდა ირბინოს. მერე გავახსენდე და ჩემთან კონტაქტი უნდა განახსა. აი ნახეთ. ახლა მემეძებს რა. ძალიან კაი დამინახა და წესით და გააგრძელო სვლა მეც ვაჩვენებ რომ იქეთ ზავდეს ყოჩი კარგი ბიჭი და არა ეს წასულიყო და კიდე წინ ერბინა უსასრულო მომწეოდა მასზე გაყოლა რა ეს კონტაქტი რა და კონტროლი ზავს და წამყვანშორის უნდა იყოს აუცილებლად რა ჩემ პირადი აზრი ვიღაცამ აი არ მახსოვს ნადირობის ნადიროს იყო კომენტარი დამიწერა რომ ძაღლიო შენ კი არა ფრინველს უნდა ეძებდეს კი რა თქმა უნდა ფრინველს უნდა ეძებდეს მაგრამ ჩემთან ერთად რა არა და არა თავისთვის რა ამას რესურსი იმდენია შეიძლება დაადოს და ის
ავტობანი და იქ თები რო არის იქამდე ირვინოს რა და ეძებოს ფრინველი მაგრამ ჩემთან კონტაქტი არ უნდა გათიშოს რა უნდა ვაკონტროლებდეთ ერთმანეთს და შუა საერთოდ არ მინდა ეკეცას უნდა მოუტრიალდე და სხვა მხარეს წავიდე ამიტომ თქვენზე უნდა ეწყობოდეს რა ძაღლი და მე ესე ვფიქრობ და ესე ჩემი მდგომაა და ჩემი აზრია და სხვა თუ რამე სხვანაირად ვფიქრობთ მე ესე მირჩევნია რა რომ ჩემმა ძაღლმა ჩემთან ერთად კონტაქტში იმუშავა გავიდეს რა საშუალებაცაა ამ ხელაზე შეუძლია გავიდეს არ რესურსიცა მოიაროს მინდორი მოტრიალდეს დამხედოს ისევ გააგრძელოს რა ნახოთ უკვე რამ ხელაზე დარგვის შორეზე დარგვის უკვე იგზნო თავის თავში რწმენა მოძლიერდა და სკოესაც არ გვინდა რა უკვე უნდა პრაქსი და მოუწიოთ ჩვენთან ვხედავ რაზე მუშაობს მაგრამ რაზეც არ უნდა იყოს უნდა დაანებოს თავი და გამოდის მოდი პრაქსი მოდია პრაქსი რაღაცას უტრიალებს დიდი ხანი სარა ესე არ უნდა მოდი როქსი აქ ვარ აქ წამ ოჩა კარგი ბიჭი წამო როქსი ულა დაანებოთ მაგრამ ჩემსკენ მაინც არ მოდის რა იმიტომ დაძახებაზე ვარჯიში ისო დასახვეწია რა წამ მოდი როქსი სანამ ეს იქე დარბუდა ერთ წელი ფეხიდან ამომიფრინდა და გადაჯდა გადამჯდარზე ოჩა წამოჩა გადავიპოვეს გადამჯდარ ზუსტად კი ვერ დავინახე სად ჩაჯდა ხეები მომეფარა რაღაც წესით აქ უნდა ჩამჯდა მივადექით და დავჩერდები და ვიცდები რომ როქსი მეტი მოძრაობს და იქნებ ვიპოვოს უნდა იყოს არ ვარ დარწმუნებული ვერ დავინახე სად ჩაჯდა წინ ოჩ გაიქცნენ და ორი წელი ამოიღო კარგი ბიჭი ერთი წელი იქეთ გადაჯდა კიდე სასროლი არ მქონდა დამუხტული და ვერ გავისროლე რომ ამოიყვანა პირდაპირ ჩაჯდა ერთი წელი იქნება ეს გამომუშავა ჩაჯდა სადაც ერთი წელი იქნება ფუ დაანებე მაგ ბალახის მოდი ტვინი წაიღო აგერ გავს კარგა ხანია ლაგდიდან ისმის ხმა ნახტები უშეძლოთ ნახოს მას მეეჭვება მაგრამ მივიდეთ მაინც ვცადოთ რა მივიწინი დაგდათან და იქნებ ვიყენსოს ზუსტად აქედან მოდიოდა ხმა ყოლით მიდი როგორ ახლოვდება როგორ აქ ჩართული ცხვირი ვერა ფიქსირებს კიდევ მოდიოდა ხმა რა დიდი ალბათობით უნდა წაადგეს
გაიქცა ვითო. აბანახთ. რო შეძლებს. არა დაკარგა. გაიქცა. გამოძრავდა. Ramman oldu, akıldan isme bakma. Çıkarım da bildi. Tıyım, ne diyorsun? Fuuu. Kavur bir sabah. Tıyım, ne kakam? Doydum. Fuuu, doydum. Fuuu. Ama bir atar yatsın. Bir bakım yapmalıyız. Ama bir atar yatsın. Aynı kim o? Çok az gava çevirip ne buldu da. Tın! 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 Hey. Hey. Santuxaro ჩიძე, მაგრამ არა უშავს. არა უშავს. უნდა განასხვავოს რა, მაგითო დავდივართ, მაგითო ვწვალოთ, რომ მე სეზონზე ეგეთი რამე ნადირობის პროცესში არ ქონდეს რა. იმდენად ყარად იდგა, იმდენად კარგად იდგა. არწმუნებული ვიყავი, რომ წირზე იყო, მაგრამ არ გვერდიდან ჩიტი აფრინდა რა. Okay. Ay, ამოიყონა. ნაბული ვერ მოასრო. გადაჯდა არ ამგონია ახლა ეს ის ყოფილიყო. წეღარაზის ნაბული გააკეთა, მაგრამ რავი, არც გამოსარიცხი არ არის, შეიძლება გაექცა და გამოსილობის გამო მაგიტო ბოლომდე დაკეტა, აი ჩაფრინდა ერთი. იქნებ მივიყვანო და ვივიდეს და ის გადამჯდარი იქნებ დავამუშავოთ რა, ნახე ცოტა ეს ის მორბენალი მწყერია, მე ესე ვფიქრობ წეღარო მაგრა ყვიროდა და მე გამოძრავდა. ნახე მაგარი. ეგეთი ცუდი მოსახელთებელი თუ ჩავიგდეთ ხელში უკვე კარგებიოთ რა. ნოცადოთ აბა ნახეთ. ამაგრილზე ვატრიალებ, მაქსიმუმ დავთ რომ იქნებ ეს ფრინველი სიპოვოს. ეხლა მე კიდე გამოვუში რა, სადღაც ხო ჩაჯდა ფრინველი, მე არ ვარ დარწმუნებული, ახლა ადგილი ბოლომდე ვერც დავინახე. მე რო ეხლა ამას აქ ვეძახ, აბა ნახე როქს, ნახე, მოდი ნახე. აზრი არ აქვს, იმიტომ რომ აქ აზრიობა ამ სიტყვის მნიშვნელობა არ იცის, თორე ვიდეოებს ყველა ვიდეოში მიწევს ამის, მაგრამ თუ ეგ ბრძანება მილიონჯერ გაქვს გამეორებული, თუ 10ჯერ თუ 100ჯერ და დახვეწილი გაქვს და მისთვის ეს სიტყვა ნახე ნიშნავს რაღაცა ეძებოს, ლაპარაკი არა, ვთხარით რამდენის გინდა, მაგრამ აი მაგულ ბრძანებაზე საერთოდ არ მივარჯიში, არც მე, არც როქსის პატრონს გიოს და წვილა, აი ნახე, აზრი არ აქვს. ერთადერთი რაც შეიძლება ამ მომენტში აი სხვაგან გარბის, ხო? აქეთ მოვიხმო ახლოს და ამ ტერიტორიაზე ეძებოს რა. მოდი როქსი. როქსი. მოდი აქეთ. წამოვიდა, ხო იქნება ამ ზონაში, სადმე სუნი აიღოს და იქნებ იპოვოს ეგ ფრინველი, მაგრამ მე რომ ამას ახლა თავში ურტყან, ნახე, გამორიცხულია. ჩემი ლაპარაკით ვერაფერს ვერ იპოვეს. იქნებ წავადგეთ აი აქ. თუ მოგეცა მაგის შანსი და გაგვიმართა რა. ვნახეთ. აუში დავალებით თავი, წამოვიდით. გადავიდით სხვა ფრინველის ზონას. ძალიან კარგად შორს გადის, ადათ შიგადაში თავს წევს რომ გამინახოს. აქ ვარ, აქ, როქსი. მოდი როქსი. ძალიან თვინიერი და თვინიერი ძაღლია რა. იგი ჭირდება ამას.
კარგი წვნა, ძალიან მაგარი და ძალიან კაი ზარგადადება, ძალიან მაგარი მონადირე ზარგადადება. ძალიან კაი ცხვირია. საბოლოოდ კაი ბიჭო იქნება რა. ისე იქნება 2 წლის, 2 წლის, 3 წლის, აი 3 წლიდან მაგარს ინადირებს რა. აი ეს ჯობია რა. უკვე დავამთავრებთ 50 წუთზე მეტია. დავაბივარ და რა ვქენით ახლა ეს. მქონდა ერთი დაფრთხობა, ერთი ცრუნაბული, ეს მყარი რომელიც იყო და ბრძანებით მიუშვი და ფრინველი ვერ ამოიყვანა, მაგრამ მე ცოტა 5-6 მეტრის მერე ფრინველი ამოვიდა და ვფიქრობდი რომ კარგზე მინდა ვიფიქრო რომ ფრინველი იყო რომელიც გაიქცა და ბოლომდე ვერ დაკეტა ესე ჩვენი მონადირული ენით რო ვთქვათ. მქონდა ერთი ძალიან კარგი მუშაობა, თავის ნაბულით 2 ფრინველი ამოიყვანა, ერთი თავიდან 4-5 ფრინველი ვნახეთ რა. და 55 წუთი, 50 წუთი იმიტომ დავყავს რომ ვატყობ რა, რომ აი ენერგიულია რა. არ წვითავს ენერგიას, დარბის ერთხელ გაჩერდა მე-20 წუთზე, გაიგრილა ორგანიზმი და გააგზავნა. ან ჩავარდნა არა აქვს რა. მუშაობს, ამიტომ მივეცილო ჩვენ თავს უფლება რომ 10 წუთით, 15 წუთით მეტი ერბინა ეს ბალახებს ჭამს. და ანებე რა, ფუ როქსი, წავა. ამიტომ მთლიანობაში ძალიან კაი შედეგი დადო დღეს. ის ერთი ცალი, კარგი მუშაობა, გამოყვანილი ფრინველი, კარგად დამუშავებული ფრინველი. ეს მთლიანობაში ესე 50 წუთის სიარული ძალიან ეფექტურია რა. კარგად იბეჭდება მის თავში. იკაკო შენს გასაგონად გეუბნები, რომელიც სულ წერა, აი ეს ჯობია. დრო დაინიშნო შენი ასაკიდან გამომდინარე, ერთს არ შეიხვედრებ. ერთ შეიხვედრებ, ორ შეიხვედრებ, საერთოდ ვერ შეიხვედრებ, არც გარაპრობი. თავარია რომ ძალიან დიდხანს არ ატარო. არ გადაღალო, არ გინდა დილას საღამოს 1 საათი დილით. ამ სიგრილია და არის საშუალება 35-40 წუთი მაქსიმუმ რა. პარტყები კიდე არ შემხედრია, მაგრამ კიდე არ წუნებია რომ სადღაც პარტყების გამოჩეკილები არიან რა. ახლა ჩავსო ბატონ როქსექს და გამოვიყვან ბატონ ნინას. ჩვენ გასებულზე 1.5 საათი იმასაც უარდენი აბადროებით. თხოვთ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეოები, დაწეროთ კომენტარი და მნიშვნელოვანია თქვენი აზრი რა, რას ფიქრობთ. მე არ ვიძახი საკამათოდ, უბრალოდ სასაუბროთ. ერთად გავიაროთ თემები, გავიაზროთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ, ყველას წარმატებები რა. დიდი მადლობა. ეს ნინაჩკაც გამოვიყვანენ ცოტას. ნინასაც ვარბენინებს სულ 9 საათი. ალბათ 35 წუთი ნახოთ. იავი არა გვაქვს. პირობა არა გვაქვს, მაგრამ ფორმის შესანარჩუნებლად შვენიერი ირბენს. ნახოთ რა შეძლებს, აბა. ნინა თუ მაინც ნახავს პირველს ამით. პირველს მაინც ვხვდები რომ რა მდგომარეობაა რა. არის ფრინველი, არ არის ნუ ნახეთ რა ფრინველი გამოუსწელმა საღამოც ნახა რა. ესე რომ მივყვეთ გეგმას და მივყვეთ ამ სიტუაციას რაც აგვაქვს რა. Stop. It's a ton of ships. Rato boats are coming. Oh gosh. That's a new. See. Midi. See. Stop. Ой, карги. Ой, спать.
მეორე, სტოპ. აჩერდა. ის გადმოჯდეთ. წინ. მიდი. ერთი ბოლო ვაზნა მაგრამ სადაც გავს. მიდი. წინ. წინ. სტოპ. სტოპ. ეცემა. მეორე კიდე იქ ჩაძა და ვამთავრებდი ფანქანასთან მიდიოდი. 1, 2, 3 მუშაობა ქონდა, ნორმალურია. яг რამდენი ხანია დავდივართ. ზუსტად გახდა 25 წუთი. 25 წუთში 3 ფრინველი რა. აი ამისი გამოფხიზლებისთვის. სახში ჯდომას, ყველა შრომას, ყველა ჯდომას, ყველა შრომა ჯობ. ცოტა მომდენმა გამოსეირნებამაც ის შედეგი ქნა. ჩაძდა სადღაც, აბა იქ ვერ დავინახე ზუსტად, მაგრამ წავაწერეთ. არა, თავზე ხო, თავიდან აგე ხიდან ამოფრინა. არა, მან დაღარდეს, ნაჯდომია.